რა კავშირი აქვს ლორენცოს სოკართან და ენერგოპრო ჯორჯიასთან? კარტოფილის შემთხვევით მოსაწევ ოთახში დამივარდა. ლორენცოსთან სანტა აღარ მოვა, რო იცოდეთ. როგორ ხართ ჩემო ბაბულიკებო? რა თქმა უნდა დღეს ვაგრძელებთ იმ კონტენტის ყურებას, რომელიც არის საქართველოში ყველაზე მაღალი დონის ინტელექტით გამორჩეული პროექტი, ეს არის პრაიმიარა ჰაუსი. ჰაუსი, დიახ, ჩვენ არ ვართ ახლა მაგის ხალხი. ეს საგვარეულო ხანჯალი წინაპრებისგან გვერგო სახსოვრად. უფრო გემრიელი რომ გამოვიზადავ. ბორანოა? ჩირბული ან ბორანო? ჩვენი კერი. ჩემი ბონდო. ბონდო არ გავს ბონდოს. პრაიმ ჰაუს უყურებ და აქ თქვენს რომ ბონდო არ გავს ბონდოსო და თუ შეგიძლია მითხრა ბონდო ვის გავს? სამწუხაროდ ამჟამად ვერც დავიხსენებ ზუსტად ვის გავს ბონდო. ეთქობა ისეთი პერსონაჟია, რომლის გარეგნობა ნაკლებად იქცევს ყურადღებას. თუმცა, თუ შოუს უყურებ, შენ ეს რა აკადრე ბონდოს? ბუდიშს გიხდით, თუ ჩემი სიტყვები შეურაცხყოფელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა. გავიგე. ძალიან მწუხარ თუ ჩემი სიტყვები შეურაცხყოფელად აღიქვით. გულწრფელად მე შენ გუშინ გეხვეწებოდი აგრესიულად დამელაპარაკე მეთქი, არა, მე არ შემიძლია აგრესიულად საუბარი, არა, მე არ შემიძლია. შეგიძლია თურმე და სრულიად გეთანხმებით. ადამიანის დაცინვა და აგრესიულად საუბარი გამოგდის ძალიან კარგად. ნუ შეკრიბ. ეს კაცი არის ფსიქოლოგი. არა, ცუდ სანაფერს არ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყველას ნერვებზე მოქმედებს, ყველას ნერვზე ესე უკრავს გიტარას. 1000 ფსიქოთერაპევტის თუ ფსიქოლოგის ჩართულობით მე დავამარცხე ნარკოტიკზე დამოკიდებულება. ბონდო ორმაგად შემიყვარდა. იმიტომ რომ მან ნარკოტიკზე დამოკიდებულება დაამარცხა. წარმოგიდგინეთ, რამხელა ბრძოლა აქვს გადატანილი ადამიანს? ალკოჰოლზე დამოკიდებულება, წარმოიდგინეთ პროსო. სიგარეტზე დამოკიდებულება, მარიხუანაზე დამოკიდებული, მე ვიყავი დამოკიდებული. ნაირი კონტენტით საერთოდ არ შეეხოთ ჩემს ოჯახის წევრებს. საერთოდ არავინ არ შეხება. კატეგორიულად ძალიან არავინ არ შეხებიო, ხო თქვა? ეხა აღარ გიყურებ ეს შენი შვილები ქალზე ეგეთ რაღაცას რო იძახი ბიჭო. ურჩხულმა გაიღვიძა. ეხა აღარ გიყურებ ეს შენი შვილები ქალზე ეგეთ რაღაცას რო იძახი. ამან მოკლა, მე ვიცი მა. ზედმეტი სიტყვების და შეურაცხყოფების გარეშე. ლორენცო არ გიხდება ეს ცუთხასეზე ყოფნა რა. ლორენცო მეთქი ბონდო არ გიხდება ცუთხასეზე ყოფნა. უყურებ ახლა ცუთხასეზე ბონდო, რანაირად უყურო ამ გადაცემას. ძალიან დიდი რაც გულისხმობს გაზლაითინგს. გაზი და ლაითინგი მეიკითხე სოკარში დარეკე ცხელხაზე ზამთარში გათბები საჭმელს გააკეთებ ტანსტეივა რაც შეეხება ლაითინგს ეს არის უკვე ენერგოპრო ჯორჯია ჩემი თხოვნა იქნება რომ თურავე პრობლემა გაქვს პრობლემა აქვს ანუ სოკარ ჯორჯიაზე ანუ გაზლაითინგიო გაზი და ლაითინგი ანუ განათება და გაზი არა აქვს ადამიანს ვერ მივხვდი რა ტიპის დამოკიდებულება ვერ მიხვდა რა ტიპის ტრუბა უნდა შეიყვანოს სოკა შეიძლება გამოიჩინო ადამიანის მიმართ რომ ერთი დღე ეს ყველაფერი უთხრა და მეორე დღეს დამნაშავეთ ისევ შენ გამოდი დარეკავ სოკარში რატო ჩამიჭერით გაზი დამნაშავე შეხ ჩემი აზროვნება და ფილოსოფია ძალიან მარტივი არის რამდენად მარტივია ლორენცოს აზროვნება და ფილოსოფია ლორენცოს ფილოსოფია დაკავშირებულია ბევრ საკითხთან როგორიცაა ადამიანის ბუნება ზნეობა და საზოგადოება თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს რომ მისი იდეები საკმაოდ ცხადია და გასაგები რას ფიქრობთ თქვენ რომელიმე კონკრეტული საკითხი გაინტერესებს რა კავშირი აქვს ლორენცოს სოკართან და ენერგოპრო ჯორჯიასთან ის მიერ დასახელებულ პიროვნებას სოკართან და ენერგოპრო ჯორჯიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს შესახებ თუმცა თუ გადაწყვეტეთ ამას I'm still learning how to answer questions about those specific topics. You're still learning how to answer the question. მარიამი ახალი ჩელენჯით შემოდის. მოგესა. დაწუნო. როგორი ჩელენჯი ექნება ამ გოგოს უნდა გაჩვენოთ ეხლა რა დაახლოებით. front of your pants like that, right? Okay? Then you put a peanut on your nose like this. And then when you're ready... No way! You gotta be kidding! That's not right! That's not right. გამიმხილოთ ვინ იქნება? საჯდომით ვჭამთ პეჩენიას. მოკლედ მარტივად აგიხსნით წესებს. გვაქვს კარტოფილი და სათბელი. გითხარით? კითხულობ წინასწარ მივხვდი შინაარს. ვინც უფრო ჩქარა გათლის კარტოფილს, რომელი გუნდიც უფრო ჩქარა გათლის, რა თქმა უნდა ის იქნება გამარჯვებული.
რაღაცას მაგონებს ეს კარტოფილის გათლის შეჯიბრება. ლორენცო. ეს არის მიზეზი, რის გამოც აღარ მინდება რომ Prime House უყურო. მოკლედ მე მოვიგე 1 საათი ტელეფონი, შენ მიყურე შორიდან, მაგრამ შენ მიყარ Facebook-ზე? კი. აბა წარმე თე ლოგიკა ხო ამბობ, აი რაღაცა იფიქრე, სწორად იფიქრე. Fucking cold. გვეძინა, მე გავიღვიძეთ, გამოვედით და დაგხვდა. გაიღვიძეთ, უი, არ ვიცოდით. ბოდიში რო გაგაღვიძე. ჩემ ოჯახზე აღარ ისაუბროთ, მეთქი ძალიან ბევრჯერ საუბარი ეს არის საუბარი ენის მდელობაზე. შენ თვითონ ხარ შენი ოჯახის სახე. მე ვარ ჩემი ოჯახის სახე, ბონდუ არის თავის ოჯახის სახე. ჩვენ ვართ პროვოკატორები. არ შემიძლია არ დავეთანხმო. ყველა ადამიანი არის თავისი ოჯახის სახე. მაგრამ არიან გამონაკლისებიც, რომლებიც არ არიან ოჯახის სახეები. უფრო ბიძაშვილებს გვანან. ანუ შენი გინები და მე დამნაშავე. რატო ვიგინები? ყოლად ვიგინები ხარ. გინებას აქ გამართლება. გინებას არ აქვს გამართლება. დიანა გაგებენ და ჩემი აზრით ესეთი გოგო რო იძახის, გოგოზე რო ზენიენა აქვსო. ამაში მისი რეპუტაცია არ ილახება, მაგრამ ის რო იძახის, რომ ისინი არიან რა კაცის სასქესო ორგანო ხო, ასე იძახით თქვენ? არა მარტო და აჩუჩუნებულიო და ეგ და ეს მეგონი არა. მოვითხოვ ყველამ დააყენოს ფონად ეს. ნამდვილად არ ჭორავენ ამაზე. თუ რამეს ნახავთ საუბარს, ეს გოგო დიანა ამას 18 წლის. მე ვარ 25-ის. ყოჩახე და კარგად შეგინახავს თავი. კარტოფილი შემთხვევით არც ცდილობენ რომ გამოგიყვანო მდგომარეობიდან. საწევო ოთახში დამივარდა, ისევ კარტოფილი დამივარდაო. გეუბნებით სოკარ გაზი, ანუ კარტოფილს ვერ წვავს. გაზლაითინგი არ აქვს. გაზლაითინგი ისაა მგონი. გაზის ასანთები როა. ლაითინგ. რო ესე რომ ჩამოკრატო ცეცხლოვანთება და გასროანთ, ანუ გაზლაით. კარტოფილი შემთხვევით მოსაწევო ოთახში დამივარდა. მე მეგონა მომესმა თქო, კარტოფილი დამივარდაო. კარტოფილი შემთხვევით მოსაწევო ოთახში დამივარდა. გეუბნებით კითხულობ შინაარს მეთქი. ანუ ხახნო შინაარს კითხულობ, ხო ხდებით? როგორ გადაგივარ ისროლე, ისროლე. აიღო და დადო თეთრ. როგორ აიღო? ახლა გადაიკუზები და ეიღე. იღე ეს. ვაიმე, ავიღე ხახო, როგორ ავიღო მითხარ? შენ მეკიდები ანუ აქ საპონი და კარტოფილი გათანაბრებული აქვთ. რა გაგამთხარ შენ მე? რა გაგამთხარ? მიყარი. არ გითხარი მაგი, აღარ გაიმეორე. რა არ გავიმეორე? რა და მაგია ესიერა. ლაპარაკი. ეს გააცხნარდი აჭარი. მეგონა შენ აცხნარდი. გაგეცა. ახლა ეს გაიყვანე. აიღე. ჯერ აიღე. აიღე კარტოფილიო, აიღეო ეუბნებიან. აიღე შენც, აიღე. გამიხოთ იმ კაც კარტოფილზე ფეხი დაუწდა. წადი იქ და მოწიე მაქსიერეთ. მე გადავწყვიტე რა უნდა გავაკეთო. ხმას მოიღებ ხო ვიდეო. ხახნო რას უყურებ? რამე მე დაგიშავეთ? გაუვალობის დროს
მოშურდა ჩვენს უმაგრეს ადამიანებს, უსაყვარლეს ადამიანებს, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ მოგვეხარშა ელით ფუდის პილმენი. ჭირდება მარილი, მარიამ. პილმენიც მოგაწოდოთ. პილმენი მზად არის ყოლის, ამიტომ ახლა უნდა გაუზიაროთ ჩვენს არ არის გახსნილი. მაგრამ აქ რაღაც საეჭვო ჩანს. აი აქ შესაძლოა ეს ყველი იყოს. ულამაზეს ქალბატონებს, ამიტომ მარიამ თებში მჭირდება აუცილებლად რომ გადმოვიღოთ ასევე ამოსაღების. მადლობა. აი მარიამ თებში, მარიამ ამოსაღები, მარიამ პილმენი, მარიამ მარილი. ჩვენ გავაკეთებთ თქვენ არა, მარიამი გააკეთებს. ხელება თუმცა მაინც აქ ვარ. შეიძლება ხვდებით კიდეც. რატომ ვარ აქ? თან კარგად ვერ დამალეთ. ეხლა ვეძებ კაი ადვოკატს, გაგვფაქტეს ბიჭებო. პრობლემატური ტენდენცია. ჩვენ ყველამ ვისმინეთ. პრობლემატური ტენდენცია. აი ეს არის პრობლემატური ტენდენცია. როგორ შეიძლება ამდენი კარტოფილის დაჭრა? კვირაში 7 დღე კამერები აფიქსირებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ბადარენბურგამ ფანტანჩიკს ჯონი ძელფინ. იმის გამო რომ ბატონ ბონდიტოს კოკა-კოლა შევასე. სად არის თემურ ჭყონია? თემურ უყურებ ამას? თემურ შენ ამის გამო წურავ კოკა-კოლა. კოკა-კოლა იწურება? ას ქმნი კოკა-კოლას? ამის გამო რომ ერთმანეთს შეასხან 50 რიღიდა და 3.5-370 ღირს? თუ 4 და 50? და დიდი ბოთლებით კიდე 6? ზოგჯერ 8? ამის გამო იდგამდა ის კაცი წელებზე ფეხს ამდენი ხანი. ბატონი თემურის შეურაცხყოფაა ეს. და კიდეც სახალწო სანტა-კლაუსის. არ ჩამოივლის სო სანტა გაუქმებს კოკა-კოლის სახალწლო იმას მოგზაურობას. იმიტომ რომ ცუდად მოიქცა ლორენცო. ლორენცოსთან სანტა აღარ მოვა, რო იცოდეთ. როგორ შეიძლება ეს? აქ ხვედიათ კაცო. არ არის საჭირო ტაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აქ ძალიან ბევრს არ გაუხარდა, რომ მხოლოდ 1000 ხმა დამაკლდება. ამიტომ ეხლავე ვიტყვი, რაც მაქვს სათქმელი. თქვენი დედა, თქვენაბო. რაც შეეხება ბიჭებს. აუთსაიდერის სკამზე დაჯდომისას სკამის სიმაღლე იქნება აწეული ან დაწეული, რაც შეგიქმნით დისკომფორტს. და ვერ მიაგნებთ ქვემოთ ხილაკს, იმიტომ რომ თურქეთიდანაა გამოწერილი სკამი. ხილაკი ვერ მიხვდები მარცხნივ აქ, მარჯვნივ აქ, იწვალებთ და სანამ თქვენი ხილაკს მიაგნებთ, იქამდე დასრულდება გადაცემა. ეს არის თქვენი სასჯელი. მიერ მომენტში შეიძლება გაიზარდოს. ჩამოიკიდებით იმ ხელოვნურ საკურახს ხეზე. მეგონა რომ ცხოვრებაში გამოვდექი. Hey God. ვიღაცას აქვს დაწერილი ლელუს ვიდეოზე, ჩემზე, რომ მე ვარ ვითომ სექს მუშაკი. ლორენცო კაია, მარიამს მივინეთ იმ პატარა სექს მუშაკს და ლელუს აქვს დალაიქებული. გარეშე ცუდად ვარ და რაღაცა და აი მე ინფორმაციები გავიგეო მაღაზიაო. ძალიან დიდი მადლობა. აუ, ესეთი ირემი მინდა. სად ვნახო? სად ვნახო ესეთი ირემი? აი, ბიჭო, შეები.
გევი